მოგესალმებით, მეგობრებო, გქონდა მერსობა და არხი გაბდეში რასონ 3 და მეგობრებო, ხომთ რამე ხმას არ მოაქცევთ ყურადღება. მე მეგობრებო, მოგეთ ვარ გაციებული, მაგრამ ამან არ შემიშალა გაციებამ, არ შემიშალა მოგებას. მოგეთ მეგობრებო, რა მოგება? მე ვიყავი წასული ერთ სოფელში, არა მეგობრებო, ეს არ არის ჩვენი მეზობელი სოფელი, რომელიც თქვენ უკვე კარგად იცით. ეს არის კიდე ერთი სოფელი, რომელიც ერთი ძალიან შორსაა, მაგრამ მანდ არის, ასე ვთქვათ, მსოფლიო ჩემპიონატი არის ფერმერების შორის. ხომ ყოველწლიურად მანდ, ასე ვთქვათ, ტარდება მსოფლიო ჩემპიონატი ფერმერების შორის. და მეგობრებო, აბა გამოიცადეთ ვინ დაიკავა პირველი ადგილი. რასაკვირველია, მე მეგობრებო, ხომ იქ აბსოლუტურად ყველა პროფესიონალი იყო. ვინც მოსული იყო, იქ აბსოლუტურად ყველა პროფესიონალი იყო და მაგ პროფესიონალებს შორის მე დავიკავე პირველი ადგილი, მეგობრებო, წარმოგიდგენიათ? მე მეგობრებო, ამით ძალიან მიხარი, ასე ვთქვათ. მაგიტომ ასეთი ამბავით მე ახლა მივდივარ სახლში და ოპა, მეგობრებო, ვიღაცა მიიღოს ტელეფონზე. ეს ჩემი მეზობელია. Так, алло, жительнико, გამარჯობა, რა გინდოდა, რას მირეკავდი? საბა, მოკლედ, შეგიძლიათ შეიძლება რომ შევახვიდე ჩემთან სახლში? კაი, жительнико, შემოვალ, არ არის პრობლემა. მეგობრებო, რაღაცის გამო ჩემი მეზობელი მეძახის. პრინციპში მე არ ვარ უარზე, მე ძალიან კარგი ხასიათი მაქვს. ოპა, გამარჯობა жительнико, რაღაცის გამო შენ მეძახოდი. საბა, გამარჯობა, შენ როგორც მე უკვე ვიცი, შენ უკვე მოიგე. და მაგიტომ მე გაგიკეთე შენ პატარა საჩუქარი. ეს არ არის ასეთი კარგი საჩუქარი, მაგრამ მაინც საჩუქარი არის საჩუქარი. ეგ საჩუქარი შეგელოდება შენ სახლში. ვაუ, жительнико, მართლა? და საიდან იცოდი რომ მე ვიყავი წასული მაგ, ასე ვთქვათ, სოფლიო ჩემპიონატზე ფერმერების შორის? მერმა მითხრა. მერმა? კაი, გასაგებია. Так, კაი, жительнико, დიდი მადლობა. მეგობრებო, საინტერესოა რა საჩუქარია, მაგიტომ მეგობრებო, მეგობრებო, 3 დღე არ ვიყავი ჩემს სახლში და ძლიერს დავბრუნდი და რა? ვაუ, მეგობრებო, რა მაგარი სურათია. თან შეხედეთ მეგობრებო, ჩემს სახლში ერთ-ერთი რაც ჩემი ძალიან ცუდი იყო, რომ სურათი არ მქონდა. ახლა მეგობრებო, მაქვსვათ, ეს ძალიან მაგარია. ვაუ, მადლობა დიდი იმის ექს, მეტყვი რამდენი ღირს. მადლობა დიდი იმის ექს, კიდე ერთხელ, ოდესაც დავბრუნ, როდესაც მივალ, მაგასთან აუცილებლად მადლობას გადავუხდი. კაი, მეგობრებო, ეს ძალიან კაია ჩემი აზრით, მაგრამ მე ახლა უნდა წავიდე ჩემს სამუშაოზე, მეგობრებო, ფერმერობაზე. მე უბრალოდ მე შევკიდე, ოდესაც მოვალ სოფელში ეგრევე ისევ დავიწყებ მუშაობას. მაგიტომ მეგობრებო, წავედით. მეგობრებო, რამდენი ხანია არ ვიყავით ჩემს სამუშაოზე. რა კარგია. კაი, მეგობრებო, მოდით ახლა ვიმუშაოთ ძლივობით. 3 დღე მეგობრები არ მუშაობდი. მეგობრებო, როგორ ვერ წარმოიდგენთ, როგორ მტანჯავსო გაციებული ვარ, ვერ წარმოიდგენთ, მთელი დღე ესე უბრალოდ ნორმალურად ვერ ვლაპარაკობ, ასე ვთქვათ, ნორმალურად ვერ ვთქვათ, მაგრამ არა უშავს, ეს არ მიშლის ვიდეოს გადაღებაში და არც კი შემიშალა მოგებაში. რა კარგია. კაი, მოგეთ მეგობრებო, ახლა მორჩები ჩემს სამუშაოს. და მეგობრებო, ხომ დღეს მქონდა მხოლოდ ჩემი ფერმა გასაკეთებელი, ვინაიდან იმ ფერმას და იმ დიდ ფერმას აკეთებენ უკვე жительникები, ხომ მერმა დააყენა. მეგობრებო, იქ жительникიც კი დგას, მეგობრებო, თუ ხედავთ, იქ жительникიც კი დგას, იქ დგას, რაღაცებს აკეთებს და აქ ჯერჯერობით რაღაც არ მივიდა. მაგიტომ მოვით ახლა მეგობრებო, ახლა წავიდეთ და კომპიუტერში რაღაცებს ახლა ვუყურებ. ერთი იდეა მეგობრებო, რაღაც მომივიდა, რატომ თქვი ასეატო გავუცი. მოგეთ მეგობრებო, მე მინდა რაღაცები ვნახო ინტერნეტ მაღაზიაში. Так, და საჩავდო ახლა ჩემი თოხი. კაი, მეგობრებო, ჯანდაბაში აქ ჩავდოთ. Так, მოვით მეგობრებო, მე ახლა დავათვალიერებ რაღაცებს ინტერნეტ მაღაზიაში. მანამდე მე კამერას გავთიშავ.
მიდი. შედეგო, მერც შეთხეთ ცხარი შედეგი იქნა. მოგეთ მეგობრებო, ვიყიდე მუსიკალური ცენტრი, როგორც გითხარით, ინტერნეტ მაღაზიაში ვიყავი შესული და მაგ ინტერნეტ მაღაზიიდან მოგეთ ასეთი მუსიკალური ცენტრი ვიყიდე. მოგეთ ძალიან იაფად 15 ისუმრო და სულ მაგრამ მეგობრებო ძალიან კაი ხმა იქნება. მიდი მეგობრებო ძალიან ძნელია. არა მეგობრებო, მოდით მეგობრებო, ახლა კამერა ცოტა მიშლის ხელს, მაგიტომ ახლა გავთიშან კამერას და დაკერბრუნდებით, როდესაც შევათრევ ამ მუსიკალურ ცენტრს ჩემს სახში. მიდი. მეგობრებო, კინაღამ წელი გავიფუჭე. მეგობრებო, მოიცე დავისვენო. ჭერს შევხედო მაინც. რა სიმძიმისაა, თითქოს 1 ტონა, თითქოს სპილოს ვათრევდი ჩემს წელზე. ახლა მეგობრებო, უნდა ვიფიქრო, სად დავდო ეს მუსიკალური ცენტრი. აი, პრინციპში მეგობრებო, თლიანი სახლი არის დაკავებული, მაგრამ ეს ადგილი, რომელსაც იკავებს ახლა ეს სურათი, არის ყველაზე კარგი. მაგიტომ მოით ახლა ეს სურათი ჯერჯერობით გადავდოთ სადმე, აი აქ მეგობრებო, მაგალითად დავაყენოთ. და ეს მუსიკალური ცენტრი ზუსტად აქ დავაყენოთ. ის მომიწევს თრევა აქამდე, კაი არა უშავს. და მეგობრებო, მოითავეთ სურათს შევინახო. და ეს რა არის? რაღაც კითხვა გამიჩნდა. რაღაც ყუთი. და აქ მეგობრებო, რაღაც ვერ გავიგე. შეძენი კი არაფერს არ მეუბნებოდა ყუთის ხაჭაპრიზში. შესაძლებელია მეგობრებო, ეს იყოს ზუსტად ის სიურპრიზი. შეიძლება ეს იყო ის სიურპრიზი შეძენიკისაგან, ანუ არა მხოლოდ სურათი, არამედ ეს ყუთი და მადლობა დიდი ერთვის მეგობრებო, რა მადლობა. აქ დინამიტი და ლავაა. და მეგობრებო, მე უბრალოდ აქ ისუმრუდები დავინახე. და მაგიტომ მეთქიო დიდი მადლობა ამ შედეგს. მეთქი ეს არის ჩემთვის საჩუქარი, მაგრამ ლავა და დინამიტი მე საერთოდ ამ ერთს აქ რაც წიგნია. წიგნები უფრო სწორედ რა წერია? მე მოვატყუე საბა ამ სურათით. მე მოვატყუე საბა ამ სურათით. მეგობრებო, თქვენ კარგად ხედავთ რაც აქ წერია. მე მოვატყუე საბა ამ სურათით. მეგობრებო, რაღაც ვერაფერი ვერ გავიგე, ვინ მომატყუა, მაგრამ მე მოვატყუეო საბა ამ ერთოს მეგობრებო, ლავა, დინამიტი და ერთოს მოდი შეწელნიკო მარჯვენა მთაზე. მეგობრებო, თქვენ კარგად იცით, რომ მარჯვენა მთა აი იქა, აი მხარესაა მარჯვენა მთა. და მეგობრებო, რაღაც ვერაფერი ვერ ვიგებ ჯერჯერობით. და კიდე ალმასის ხმალი და ეს ყუთი დავმალე საბას სახლში. რაღაც მეგობრებო, ვერაფერს ვერ ვიგებ. პირველ წერილში წერია მე მოვატყუე საბა ამ სურათით. მეორე წერილში მოდი შეწენიკო მარჯვენა მთაზე და მესამე წერილში ეს ყუთი დავმალე საბას სახლში. რაღაც ვერაფერი ვერ გავიგე. და რა? მოკალი საბა და მოდი 20 სექტემბერს? მეგობრებო, აი ახლა მგონი გავიგე. თქვენ მეგობრებო, თუ ვერ გაიგეთ, მოკლედ აგიხსნით. ეს ჯიწელნიკი, ეს ჩემი მეზობელი, არ უნდოდა სიკეთის გაკეთება, არამედ პირიქით დამალა ყუთი ჩემს სახლში, ყუთი და ვითომ სურათი მაჩუქა. ანუ არ მოელოდა მე ამ სურათს, ასე ვთქვათ, სხვა ადგილას გადავაადგილებდი და უნდოდა ჩემი მოკლა. აი მეგობრებო, რა გავიგე. მოკალი საბა და მოდი 20 სექტემბერს. და აქ კიდე მეგობრებო წერია სადმა მივიდეს. მოდი შეწენიკო მარჯვენა მთაზეო. და მეგობრებო, რაღაც ახლა ჩემი ცხოვრება რაღაც მგონი ძალიან დიდ ხიბაჩია. რაღაც მეგობრებო, ძალიან ნერვიულობ რა, არ ვიცი რა ვთქვა, ეს ყუთი რომ ნახე, თან ასეთი რაღაცეებით ისუმრუდები, დინამიტი, ლავა, აქ ასანთები, ხმლის, ალმასის ხმლები. რა კარგია მეგობრებო, კიდე ინტერნეტ მაღაზიაში მუსიკალური ცენტრი გამოვიწე, მაგრამ მეგობრებო, სტოპ. 20 სექტემბერი. ეხლა დღეს არის მეგობრებო 20 სექტემბერი, ეხლა არის 20 სექტემბერი.
Так, მეგობრებო, რაღაც ძალიან დამაინტერესა რა არის. მაგიტომ მოით მეგობრებო, ახლა მე ავიღეთ ხმალს, მაინც ავიღებ ხმალს. და წიგნები მეგობრებო, წიგნებს აქ დავტოვებ, აი პოლიციას გამოვიძახებ აუცილებლად ამ წიგნებით. Так, დროზე. მეგობრებო, არ მოველოდი ასეთ იმას. არ მოველოდი ასეთ ხიფაც. ეს რა დებილი მეზობელია. რა დებილი ჟიტენიკია, ასე რომ ვთქვათ, კაი. აქ ჟიტენიკებიც არიან შეღეთ. აი ფერმას აკეთებენ ზუსტად. და რა? მარჯვენა და რა? ოპა! Так. რაღაც სარდაფს ხედავ. Так, მეგობრებო, რაღაც დამაინტერესა. მოით მეგობრებო, უფრო კარგია ჩავკეთოთ, რომ ჟიტენიკები არ მოვიდნენ. Так, და ფრთხილად, აქ რაღაც კარია. 3, 2, 1 და ვინ არის აქ? Так, მეგობრებო, აქ ჟიტენიკი დგას. Stop, რაღაცზე ლაპარაკობენ. რაზე ლაპარაკობენ? Так, ჟიტენიკო, შენ ყველაფერი გააკეთე, რაც გითხარი? ჯერჯერობით ვერა. მაპატია ჟიტენიკო, ჯერჯერობით ვერ გავაკეთე. ნუ რატომ ხო გითხარი? ხო გიბრძანე? თან ისურვდებიც კი მოგიტანე. ასეც ციცოდი თუ მე თვითონ უნდა გავეკეთებინა. ჟიტენიკო, თავარია ნუ ნერვიულობ. მე აუცილებლად ხვალვე მოვკლავ საბას და მისი სახლი იქნება ჩვენი. და ასევე გავანადგურებთ მთლიან სოფელს. სპეციალურად დავაყენე სპეციალური პროგრამა იმ კომპიუტერზე, რომელიც დგას ჩვენს მთავარ ოთახში. სპეციალური პროგრამა, რომელიც უკვე 5 წუთში ააფეთქებს მთელ სოფელს. და მაგიტომ ნუ ნერვიულობ, მთელი სოფელი ჰაერშიავა. და ჩვენ კიდე თელს ისუბრუნდებითა და ალმასებით გავიქცევით სხვა სოფელში. ძალიან მაგარი გეგმა. Так, მეგობრებო, ეს მეგობრებო ძალიან არ მომწონს. მაგიტომ მოით მეგობრებო, ახლა 1 იდეა მაქვს. 3, 2, 1 და რა შენ მინახარ საერთოდ რა ჩემი მეზობელი როგორ გაბედე აი რისთვის შენ კიდე მინახარ რა საბა შესაიდო ხარ არახშოს შენ ვეღარაფერს ვეღარ გააკეთებ იცი რატომ იმიტომ 5 წუთში მთლიანი სოფელი ამ ჰაერში ამ კომპიუტერის მეშვეობით დებილი საბა როგორ ამოხსენია საიდუმლო როგორ ვერ გიტან მთლიანი გულით ვერ გიტან იცი რა ჟიტენიკო ნა მიდი და შენც სად გაიქეცი არსად ვეღარ გაიქცევი და ეს კომპიუტერი რა წერია ჩადე მეგობრო 4 წუთში იქნება ეხლა აფეთქება 4 წუთში როგორ так ერთი იდეა მაქვს მეგობრო так ასე დროზე ასე 1 2 3 так ასე და yes მეგობრებო yes არა всё გავატორმოზე всё გაჩერდა აფეთქება მეგობრო გაჩერდა და ეხლა მეგობრებო ამას ვიზამ ამ კომპიუტერს ავიღებ და დავლეწავ так ამ მაუსს ავიღებ მეგობრო დღეს ჩვენ გავიგეთ ძალიან საშინელი საიდუმლო ამ ჩემი მეზობლის რომელსაც ვითომ უნდა და სიკეთის გაკეთება და სიამდვილეში კი უნდა და ჩემი მოკლა და მთლიანი სოფლის აფეთქება არა და მეგობრო მე და თქვენ აი თქვენც მეგობრებო ასევე ხართ გმირები ვინაიდან მე თქვენთან ერთად ასე ვთქვათ და გავაჩერეთ ეს 2 დებილი და უნამოსო ჟიტენიკი და მე და თქვენ ერთად ასე ვთქვათ გადავარჩიეთ სოფელი მაგრამ ეს 5 მეგობრებო და ის წერილები უნდა ან მერთან მივიტან ან პოლიციაში ჩავაბარებ აუცილებლად თქვენ კი მეგობრებო თუ მოგეწონათ ეს ვიდეო დალაიქეთ ახლა კი მეგობრებო დაგეშვებებით ნახვამდის